დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ წარმატებული სტუდენტების სტიპენდია გააორმაგა და ამიერიდან ახალგაზრდები 1000-ის ნაცვლად 2000 ლარს მიიღებენ. დედოფლისწყაროს მერის ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინფორმაციით ასეთი წახალისებები სტუდენტებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციასა და სტიმულს აძლევს, რომ უმაღლესი სასწავლებლები წარჩინები დაამთავრონ. მივესალმები ტელეკომპანია გურჯაანის ტელემაყურებლებს, ჩემს საყვარელ კახელებს და არა მხოლოდ კახელებს, იმიტომ რომ ვიცი რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლოთ. თქვენ აღნიშნეთ რომ ნამდვილად ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის რომ გვერდში დაუდგეთ ჩვენს ახალგაზრდებს და აქ გასაკვირიც არაფერია. იქედან გამომდინარე სწორედ ახალგაზრდობა არის ჩვენი განვითარება და ჩვენი ხვალინდელი დღე და ამიტომ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად იყოს მორგებული ჩვენი სხვადასხვა პროექტები, მერიის სხვადასხვა სოციალური პაკეტები ახალგაზრდებზე და მათ განვითარებაზე. ჩვენ პირველად შარშან შემოვიღეთ მერიის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის და მიხარია რომ ძალიან კარგი გამოხმაურება ჰპოვა და შარშან 30-მა წარმატებულმა სტუდენტმა ისარგებლა ამ სტიპენდიით და რაც მთავარია ძალიან ბევრ ღირსეულ და კარგ სტუდენტს გაუჩნდა იმის ჯანსაღი ამბიცია, რომ ის მცირედი ფულები, რომლებიც დაადლათ შარშან წარმატების მისაღწევად, წელს უკვე აენაზღაურებინათ უფრო გაორმაგებული ენერგიით შეუდგნენ სწავლას, რომ მიეღოთ ეს სტიპენდია და ჩვენი ამოცანაც სწორედ ეს არის, რომ რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდად მივცეთ სტიმული ხარისხიანი განათლების მისაღებად, რადგან შემდეგ ჩვენ სამშობლოს და ჩვენივე მშობლიურ მუნიციპალიტეტს მოახმარო თავიანთი ცოდნა და გამოცდილება და სწორედ აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სტიმული კიდევ უფრო მეტად ხელშესახები რომ ყოფილიყო მათთვის გაგვეორმაგებინა ეს სტიპენდია და გარდა იმისა, რომ 1000 ლარიანი სტიპენდია გახდა 2000 ლარიანი, ასევე ერთი მცირედი ცვლილება, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება შევიტანეთ. შარშანდელი ჩვენი სტიპენდია მოქმედებდა ორივე სემესტრის შედეგი უნდა ყოფილიყო, ესე იგი მაღალი აკადემიური მოსწრების 91 ქულა და მეტი შეფასების და მიიღებდნენ 1000 ლარს. ეხლა ჩვენ გავაკეთეთ ესეც, რომ თვითოეული სემესტრის შედეგის მიხედვით ადამიანი იღებს 1000 ლარს, ანუ წარმატებული სტუდენტი, რომელსაც ორივე სემესტრში ექნება მაღალი შეფასება, პირველი სემესტრის ბოლოს მიიღებს 1000 ლარს და მეორე სემესტრის ბოლოსაც მიიღებს 1000 ლარს, ანუ ჯამში 2000 ლარს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ სემესტრში მცირედი ჩავარდნა ექნება, მაშინ ამ შემთხვევაში ამ სტუდენტისთვის ის წელი დაკარგული ნამდვილად არ არის და შეუძლია ვთქვათ პირველ სემესტრში თუ ოდნავ დააკლდა ქულა მეტი შემართებით ენერგიით მეორე სემესტრში მიაღწიოს წარმატებას და მიიღოს ის თავისი კუთვნილი 1000 ლარი. ამ პირიქით თუ პირველ სემესტრში მიიღო და მეორეში პატარა ჩავარდნა ხონა, უკვე მომდევნო სასწავლო წლისთვის ანუ მომდევნო სემესტრისთვის ეს აინაზღაუროს და ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოხდა თვითონ სტუდენტებიდან. როგორც გითხარით, შარშან 30-მა სტუდენტმა ისარგებლა, ეხლა ჩვენ ეს გასულ ხუთშაბათს მივიღეთ ეს ცვლილება და უკვე 2 სტუდენტი გამოგვეხმაურა და თავიანთი შეფასებები უკვე მოიტანეს. მოლოდინი გვაქვს, რომ მინიმუმ ალბათ ის 30 ბავშვი ორ სემესტრზე გათვალისწინებით, ანუ 60 ჯერ შეძლებენ ამ სარგებლის მიღებას და გარდა ამისა ძალიან ბევრი ახალგაზრდასგან ან მათი მშობლიდან მესმის, რომ აი ამ პროგრამამ სტიმული მისცა მათ შვილებს თუ თვითონ მათ და გაუჩნდათ სურვილი, რომ გახდნენ მერიის სტიპენდიანტები და ისარგებლონ ამ ჩვენი პროგრამით, რაც ძალიან მიხარია და მე ვიქნები ბედნიერი თუ მიმდინარე წლის ბოლოსთვის 2026 წლის ბოლოსთვის არის მინიმუმ 80 სტიპენდია მაინც თუ იქნება გაცემული შარშანდელ 30-თან შედარებით. ეს არის ჩვენი პროგრამა მინიმუმს იმიტომ რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვინდა რომ კიდე წინ გადადგათ ნაბიჯები და სამომავლოდ ისეთ სპეციალობებზე, რომლებიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტისთვის არის ძალზედ მოთხოვნადი, მნიშვნელოვანი, აი ამ სპეციალობების მიმართულებებს, სწავლას მიმართულებას რომ მივცეთ სტიმული, შეიძლება კიდევ უფრო გავზარდოთ კონკრეტულ სპეციალობებთან მიმართებაში ჩვენი სტიპენდია, რომ ისეთი მიმართულებები, რომელიც ჩვენთვის საჭიროა, ეს არის აგრონომიული მიმართულება, ზოგადად აგრომიმართულება, მოგესწრებათ ყველაზე დიდი აგრარული მუნიციპალიტეტი გახლავთ დედოფლისწყარო, ასევე სამშენებლო მიმართულებები, ენერგეტიკული მიმართულება და ასე შემდეგ. იდეა გვაქვს და საომავლოდ მუშაობთ ამაზე თან დაკავშირებით საკრებულოსთან ერთად, რომ წავახალისოთ ეს მიმართულებები და უკვე
ყავდეს ჩვენ კონკრეტული სპეციალისტები, რომლებმაც ეცოდინებათ, რომ შრომის ბაზარზე მათზე არის დიდი მოთხოვნა, ეს ნიშნავს, რომ კარგი სწავლის შემთხვევაში ფაქტიურად აპრიორი გარანტირებული ექნებათ სამუშაო ადგილები და ვფიქრობ, რომ აი ესე რაც შეიძლება ახლოს ყოფნით და მათი ახალგაზრდებთან და ნებისმიერ სეგმენტთან, მაგრამ რადგან ამ შემთხვევაში ახალგაზრდებთან ვსაუბრობთ, მათი საჭიროების დეტალური შესწავლით და ასევე იმ გამოცდილების გაზიარებით, რაც ჩვენ ცოტა უფრო თაობას გვაქვს და ვხედავთ, რა არის დღეს მოთხოვნადი პროფესიები, რა იქნება ხვალ მოთხოვნადი პროფესიები, აი ხელი რო შევუწყოთ ამ მიმართულებების განვითარებას და შესაბამისად მივიღოთ შედეგად განათლებული ახალგაზრდობა და რაც მთავარია წარმატებული და რეალიზებული ახალგაზრდა, რომელიც უნივერსიტეტს მხოლოდ იმიტომ კი არ დაამთავრებს, რომ დიპლომი ჰქონდეს, არამედ ამ ცოდნას და გამოცდილებას პრაქტიკაში რეალიზებას შეძლებს და თავის სამშობლოს თუ საკუთარ მუნიციპალიტეტს გამოადგება. ჩვენი საბოლოო მიზანი არის